რამოდენიმე კონგრესმენთან ჰქონდა შეხვედრა, მათ შორის ბატონ ჯონ ვილსონთან. მინდა გითხრათ, რომ ეს ილუზია, რომ 20-ის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რამე ფორმით ქართულ ოცნების ეგრეთ წოდებულ გაპრაებას დაიწყებს, ეს არის გამორიცხული, ეს არის აბსურდი, ეს არის დიდი ტყუილი. პირიქით, ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის მტკიცე მხარდაჭერა პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ, მტკიცე მხარდაჭერა, რომ საქართველოში საჭიროა ამ კრიზისის განსამუხტავად ახალი სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნები და რაც ყველაზე მთავარია პოლიტპატიმრების გამოშვება. კონგრესმენ ვილსონთან ჩვენ ისევე როგორც სხვა კონგრესმენებთან ჩავიტანეთ 4 ოპოზიციური პარტიის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და რომელიც დავაგზავნეთ ჩვენ ევროპის ლიდერებთან, ისევე როგორც ამერიკაში, გადავეცეთ კონგრესმენებს და აუხსენით და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რომელიც 4 ოპოზიციურმა კოალიციამ ერთად შევადგინეთ ამ კრიზისის განსამუხტავად. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ზღაპრები, რომელსაც სამწუხაროდ ქართული ოცნება აძლევს და ავრცელებს თავის ამომრჩეველში, ეს არის ზღაპარი, ეს არის ტყუილი. ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ დადგება სამართლიანი მოთხოვნის გვერდზე და ამას ვნახავთ ჩვენ ძალიან მოკლე დროში.